ზუგდიდში ქართული ოცნების მხარდამჭერი ბესი გერგეჭკორი პოლიციამ გუშინ საღამოს საკუთარი სახლიდან წაიყვანა ამასთან ოჯახის წევრების თქმით სამართალდამცველებს არანაირი ახსნა განმარტება არ გაუკეთებიათ. პოლიციამ გერგეჭკორის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინა. გერგეჭკორი თავდაპირველად ზუგდიდის პოლიციაში დღეს ხობის განყოფილებაში გადაიყვანეს. ადვოკატმა მისი ნახვა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის ჩარევის შემდეგ მოახერხა. გერგეჭკორის ახლობლები აცხადებენ, რომ კოალიციის მხარდაჭერის გამო ხშირია მათი მიმართ მუქარა სოფლის დამრებლისა და ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრების მხრიდან ოფიციალური ვერსიით გერგეჭკორი ქურდობის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება. ის წარსულში ქურდობისთვისაა დასამართლები, თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ გერგეჭკორი ეკლესიაში მსახურობდა. მეზობელი შემოდის, ჩემი ქმრის ჩუსტები შემოაგრა. არის ეს ჩუსტები სათქონდა შენ ბესოს რო ეცვა მეუხარი გარეთ ვიპოვეო, ჩაუტენიათ მანქანაში, პირი მოუკუმეს ისე ფეხში შველი და ტანზე ზევით რო არ ეცვა ისე შორტიკებით წაუყვანიათ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ოცნების წევრები. ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაბრალებდნენ და ის ნასამართლელი რო იყო, ამიტომ იმას აეკიდნენ. საჭმელს იმ სოციალურიდან ჭამჩმე. რა ნახე ჩემს სახლში ხატები და ჟურნალების მეტი. ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა აქ მოწმის სტატუსი და აუღეს თეთრის ანაბეჭდებით. შემდეგ ახლა ხობში გადაყავთ, სადაც მუსიკა კითხვა მოხდა. თვითონ რას ამბობს? თვითონ ამბობს, რომ საერთოდ ხობის რაიონში არ ყოფილვარო და არც არ გადაგავშულო სახლიდან.